მოგესალმებით, ამ ვიდეოში უნდა ვისაუბროთ ლიზი ბოლქაძეზე. ანასტასია დაუსვამს ლიზის კითხვებს და მოусმინოთ და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან სწრაფად გადავიღეთ ეს ყველაფერი და უბრალოდ დიდი ხანია ვერ დავამონტაჟებთ. გამარჯობა, მე ვარ ფერის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ბოლქაძე. რამდენი წელია STEM კლუბში? STEM კლუბში თითქმის დავდივარ 3 წელია. ფერის სკოლაში STEM კლუბი შეიქმნა თუ არა 1 თუ 2 შეხვედრა იყო მხოლოდ ჩატარებული და ლიზი ბოლქაძეს და ელენე აბაშიძეს არ ვასწავლიდი, მაგრამ მახსოვს, რომ დათო მასწავლებელმა მომწერა თუ შეიძლება რომ იარონო და ძალიან გამეხარდა, რომ სხვა კლასის მოსწავლეებიც დაინტერესდნენ. და აი იმ დღიდან არის ლიზი ჩვენი STEM კლუბის წევრი. ვიდეოში ცოტა ხმაური რო ისმის ბოდიში, დასვენებაზე გადავიღეთ ძალიან ცოტა დროში, თან ახალი გაკვეთილი ეძღებოდათ მოსწავლეებს და ვჩქარობდით. რატომ გახდი STEM კლუბის წევრი? რადგან აქ ვსწავლობ ბევრ რამეს, ვისწავლებ მაგალითად მოწყობილობების აწყობა, აპლიკაციების შექმნა, ჯგუფური მუშაობა და ჩემს უნდა უფრო გავაფრთხილო. ქალაქიდან რომელი შენობა მომწონთ ყველაზე? ქალაქიდან ყველაზე მეტად მომწონს ჭკვიანი სახლი, რადგან მოგეხსენებათ რომ აჭარაში არის უფრო მეტად ნალექიანი დღეები და მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული მოწყობილობა. რა გაქვს შენ გაკეთებული ქალაქისთვის? მე ქალაქისთვის დავბეჭდე ამბრენის კოშკი, რომელშიც ჯერ ვიმუშავებ თინქელკადში ავაწყობთ მოდელი და შემდეგ დავბეჭდე სხვადასხვა ზონის და რომელიც უკეთესი გამოვიდა, ის დავთქვით ქალაქის პროექტში. რა იდეა გაქვს მომავლისთვის? სამომავლოდ მინდა შევქმნათ ისეთი მოწყობილობა, რომელსაც მასწავლებელი გამოიყენებს საგაკვეთილო პროცესში. რადგან მინდა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილის ჩატარება უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს, განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასისთვის. აქვს ხოლმე საინტერესო იდეები და როცა საქმე მიდგება მუშაობაზე, შეუძლია რომ მარტივად იპოვოს გამოსავალი. მაგალითად, ანბანის კოშკის მოდელზე მუშაობისას ლიზიმ საკმაოდ დიდი დრო დახარჯა, მაგრამ მაინც მოახერხა მხოლოდ თინქელკადში მუშაობის შედეგად აეწყო და დაესრულებინა შექმნა ეს მოდელი. ასევე უნდა ითქვას, რომ უშუალოდ ფიზიკაში შეიძლება 1000-ანი მოსწავლე არ არის და ამოცანების უჭირდეს და ზოგჯერ გაკვეთილის სწავლაც ეზარებოდეს, მაგრამ STEM აქტივობებში არის ძალიან ჩართული, მონდომებული, კონკურსებზეც უნდა მონაწილეობის მიღება და უბრალოდ STEM კაბინეტისთვისაც აქვს ხოლმე ბევრი საინტერესო იდეა. რობოტექნიკის გაკვეთილები ამაში ხელს გვიწყობს და ყოველთვის ცდილობს, რომ ეფექტურად გამოიყენოს დრო. კონკურსებისთვის თუ რამეს ვიღებთ, ლიზისთან მუშაობა არის ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ თუ ვახსენეთ გადაღება აუცილებლად დროზე მოვა, აუცილებლად მოინდომებს მაქსიმალურად, ეხლა ცოტა სახალისო და ჩაშლილი კადრები გვაქვს ხოლმე, მაგრამ ბევრად ნაკლები ვიდრე სხვა მოსწავლეებთან და ესეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როცა დროში ვიწვევით, ყოველთვის მომზადებული მოდის და შეგიძლია რომ ენდო ამ მოსწავლეს. ლიზი ასევე ძალიან აქტიურად მონაწილეობს ხოლმე სკოლის გარეთ აქტივობებში. იქნება ეს ტექნოპარკში რეაქსელერაციის პროგრამა. თუ მომავლის საქართველოს პროექტი, ქალაქის მაკეტით ორჯერ ვიყავით თბილისში და ლიზი ჯერ არ წაგვიყვანია. იმედი მაქვს, რომ მალე წამოვა ლიზი Technovation Girls-ის ფარგლებში თბილისში. სხვადასხვა ზონის ლიზის ვიდეოებში მეტი ჩაშლილი კადრი არ გვაქვს. სხვა ვიდეოში რაც იყო, ის უკვე ატვირთული გვაქვს YouTube-ზე. მადლობა რომ გვიყურეთ.